ნაკრების მძიმე დასაწყისი შეუჩერებელი კვარაცხელია, რაც ამბობენ ფეხბურთელები და მწვრთნელების შეხვედრის შემდეგ. ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე დალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. საქართველოს ნაკრებმა წლის პირველი შეხვედრა მძიმედ დაიწყო. ჩვენმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ისრაელს უმასპინძლა და ფრედ 2-2 ითამაშა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ახალი კაპიტნის ხვიჩა კვარაცხელიას დუბლის დამსახურებით შეხვედრას იგებდა, თუმცა ორბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. უფრო მეტიც, ჩვენმა ნაკრებმა ორი ბურთი მეორე ტაიმში 5 წუთიან მონაკვეთში გაუშვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვილისანიოლი 3-5-2 ტაქტიკას დაუბრუნდა. ძირითად შემადგენლობაში კი 3 დებიუტანტი დააყენა: ილია ბერიაშვილი, ლუკა გადრანი და გიზი მამაგეიშვილი. ეს უკანასკნელი მისთვის განსხვავებულ პოზიციაზე თამაშობდა. კეთხვით იმასაც, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთვის ეს მესამე დუბლი იყო ეროვნულ ნაკრებში. ამ შეხვედრაში გატანილი ორი ბურთით კი ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთეს ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა. დადებითად ვერ შევაფასებ დღევანდელ თამაშს, იმიტომ რომ ბევრი შეცდომები დავუშვით, მაგრამ ამხანაგურებ თამაშს ვიყენებთ, რომ ტაქტიკურად ბევრი ახალი რაღაც დავამუშაოთ და ვფიქრობ გუნდმა რაღაც ასპექტები, რომელზეც ვარჯიშობდით, დადებითი ეპიზოდები აჩვენა და ძალიან მიხარია ეს ყველაფერი. ჩემი აზრით განვითარებისკენ მივიწევთ და უნდა გავაგრძელოთ უფრო მეტი და უფრო მეტი მოგვეთხოვება, იმიტომ რომ ამ გულშემატკივრები უფრო მეტს იმსახურებენ და ამას ჩვენ ვაფასებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის სასურველი შედეგი დავუდოთ, რომელიც მათ და თითოეულ ქართველ გულშემატკივრებს გაუხარდება. მამარდასთან ძიწევს დაპირისპირება რა სიტყვია? ეს ბევრჯერ აღნიშნე, მამარდა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია და ძალიან მიხარია, როცა მის წინააღმდეგ თამაშობ, იმიტომ რომ ერთ-ერთი საუკეთესო მეკარია მსოფლიოში და мотиваციაა ჩემთვის, რა თქმა უნდა, მამარდასთან თამაში, რა თქმა უნდა, რთულია, როცა შენს თანამემამულეს შენ ძმაკაცზე თამაშები, მაგრამ ფეხბურთია, მოედანზე გავდივართ იმისთვის, რომ ჩვენი გუნდებისთვის ვიბრძოლოთ და ნახოთ, რომლისთვის უფრო სასიკეთო დასრულდება ეს ყველაფერი. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ძალიან მოხარული ვარ, რომ ამირჩიეს მე კაბინამ, ეს ჩემთვის ძალიან დიდ ასე ვთქვათ мотиваციას მაგდროს, იმიტომ რომ უნდა იყო მაგალითი თითოეული ფეხბურთელისთვის, როგორც მოედანზე, ისე მოედნის გარეთ და ვფიქრობ ამ ყველაფერს კარგად შევასრულებ. რა თქმა უნდა, რთულია იყო გურამ კაშიას შემდეგ კაპიტანი, მაგრამ მისგან ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე, როგორც კაპიტანი, ისე ადამიანი, ისე სპორტსმენი და რა ვიცი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეული შემცვლელი ვიყო მის. ძალიან სასიხარულოა, ჩემი პირველი თამაში იყო, სადებიუტო. ბედნიერი ვარ, ძირითადად შემადგენლობიდან მომიწია ეს ყველაფერი, სასიამოვნოა, რა თქმა უნდა. თამაში ვაფასებდი დადებითად ალბათ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ამხანაგური თამაში იყო, ჩვენთვის ძალიან საჭიროა, რომ რაც შეიძლება მეტი თამაში გავმართოთ, რომ ეს ხარვაზები აღმოფრათ, უფრო ძლიერები ვიყოთ და თამაშთან თამაშამდე ჩვენი თამაში კიდევ უფრო განმოვითაროთ და უკეთესები ვიყოთ. ბევრი დადებითი რამ იყო 1 საათის განმავლობაში. კარგი ინტენსივობით ვითამაშეთ და მონდომებით. იყო დაღლილობის მომენტი, რის შედეგადაც არ იყო სავალდებულო სწრაფი თამაში. თუმცა ეს ამხანაგური მატჩია. არ უნდა ვკონცენტრირდეთ შედეგზე, არამედ იმ დადებით ფაქტორებზე, რაც იყო. ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავდა. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც სათამაშო დროის პრობლემაც აქვთ. ჩვენთვის მთავარია ერთა ლიგისთვის მომზადება და ამისთვის 6 თვე გვაქვს. 2-0 შემდეგ მეტი სიმწიფის გამოჩენა მარტებდათ ფეხბურთელებს. არ იყო სიჩქარე საჭირო. სტრუქტურა უნდა შეგვენარჩუნებინა და გაკვირვებული ვარ, რატომ თამაშობდნენ სწრაფად. უფრო მეტად ორგანიზებულად უნდა გვეთამაშა. შედეგი არასასიამოვნოა, მაგრამ დადებით ასპექტებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისრაელი არ არის სუსტი, რაც წარსულშიც არაერთხელ უჩვენებია. ყველაფერი დადებითიც და უარყოფითიც განხილული იქნება ფეხბურთელებთან ერთად და უნდა ვკონცენტრირდეთ იმ დადებითზე, რაც თამაშში იყო. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ისრაელთან მე-7 ითამაშა და აქედან მხოლოდ 1 მოგება აქვს, ისიც 2001 წელს. 6 შეხვედრაში კი 3 ფრე და 3 წაგება დაფიქსირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ისრაელისთვის გოლი 25 წელი არ ჰქონდა გატანილი. შეხვედრის შემდეგ მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა ისრაელის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რან ბენ შიმონმა. კვარაცხელია იმსახურებს ფეხზე წამოუდგა და ტაში დაუკრა. შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ, თუმცა იმედ გაცრუებული ვარ იმით, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერება ვერ მოვახერხეთ, რომელიც უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. სამომავლოდ უნდა ვისწავლოთ ასეთ ფეხბურთელებს როგორ გაუმკლავდეთ. ჩემი აზრით, ისრაელი საქართველოს ბევრი არაფრით არ ჩამოუვარდებოდა, თუ მასზე უკეთესი არ იყო. ბურთს კარგად ვანაწილებდით და თამაშს ვაკონტროლებდით. ის დრო, როდესაც დაცვაში ვდგებოდით და ბურთს ვიშორებდით, არასდროს დაბრუნდება. ამის შანსი ნულია. საქართველოს ნაკრები არის უფრო მეტად ორიენტირებული სწრაფ შეტევებზე, ხოლო ჩვენ ბურთის ფლობაზე. ისრაელმა დღეს საკმარისი ხასიათი გამოავლინა. შეცდომები დაუშვით, მაგრამ შეცდომები თამაშის ნაწილია. საქართველოს ნაკრების დაცვას ქულებს ვერ დაუწერ.
საბოლოო ჯამში კარგი შეხვედრა გამოვიდა. ბოლოს იმას ვიტყვი, რომ აქ არაჩვეულებრივად დაგვხდნენ და დიდი მადლობა ასეთი დამოკიდებულებისთვის. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 29 მარტს სტუმრად ლიეტუვის ნაკრებთან გამართავს. როგორ ფიქრობთ, რა შედეგით დამთავრდება ეს შეხვედრა? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს და 27 მარტს საღამოს 7 საათზე ლატვიას რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. სულ თამაში ველოდები, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რეალურად ამ ეტაპზე ჩვენთვის ნებისმიერი მეტოქე დასაფასებელია პირველ ლიგში და პლუს ამას ესევე რთულად დასამარცხებელია, თუმცა ჩვენი მიზნები გვაქვს, ჩვენი გეგმები გვაქვს და ვეცდებით როგორც ლატვიასთან, ასევე შემდეგ თამაშიც რომ მაქსიმუმი მივიღოთ ამ შეკრებიდან. რაც შეეხება ახალ წვეულებს, რეალურად მათ დაიმსახურეს აკოფნა, მიუხედავად მათი პატარა ასაკისა. ისინი სტაბილურად თამაშობენ ჩვენ ჩემპიონატში, ასევე არის რამოდენიმე ლეგიონერი. დებიუტანტებისთვის ყოველთვის ემოციურად ყოველთვის რთულია ის ყველაფერი, თუმცა ამავე დროს არის დასამახსოვრებელი ისეთი მომენტი, რომელიც ყოველთვის ემახსოვრებათ. მათგან ვითხოვ მხოლოდ ერთ რამეს, რომ ისინი იყვნენ ისეთივე ლაღები და ისეთივე ბუნებრივები, როგორიც არიან თავიანთ გუნდებში, იმიტომ რომ მათ აქ მოხვედრა დაიმსახურეს, ჩვენ მათი იმედი გვაქვს, არა მარტო ამ შესარჩევში, არამედ მომავალშიც, იმიტომ რომ დასამალი მაგას არაფერი არ ზონენად დავიწყეთ იმ კონტურების არა მარტო წარმოადგენა, არამედ უკვე რეალურად საქმეში ნახვა, რომლებიც შემდეგ შესარჩევში უკვე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მოიაზრება როგორც ერთადი ბურთის ფეხბურთელები, დანარჩენი ფეხბურთია და ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული მათი თამაში თუ არ თამაში, თუ როგორ წარმოაჩენენ ისინი თავს სავარჯიშო პროცესში. რა თქმა უნდა, სამწუხაროა ის დანაკლისები, რომელიც არა მარტო ამ შეკრებაზე რეალურად ამ თაობასთან პირველივე შეკრების დღიდან ძალიან ბევრი გვაქვს შეკრებას რჩეული რომ ძალიან ბევრი დანაკლისი არ გქონდეს, თუმცა ეს არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ ჩვენ გვინდა მაქსიმუმი მივიღოთ ამ შეკრებიდან. მე პირადად კარგად ვზნობ თავს, ბოლო თამაშები მომიწია კარგად, კაი დროის მიღება, 90 წუთი ვითამაში, მთლიან ჯამში. კარგად კომფორტულად ვზნობ თავს, გუნდს რაც შეეხება, მონდომებულები ვართ, კარგი ვარჯიშები ჩავატარეთ პირველი დღიდან. და ბრძოლაში ვართ ჩვენ ჯგუფს რაც შეეხება და ძალიან გვჭირდება ეს ორივე თამაში რომ მოვიგოთ, რადგან ეს 6 გოლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ორი თამაში მოვიგოთ და გულშემატკივარი გავახაროთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. მადლობელი ვარ ნდობა გამომიცხა დამწვნელმა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავმკვიდრო ადგილი. იდეალური ატმოსფეროა, ყველასთან კარგადაა, კარგი გარემოა და სტადიონზეც გადავიტანთ დიდი იმედი მაქვს. წარმატებები უსურვოთ ბიჭებს. თქვენ კი თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისხილაკი, რომ არ გამოგცეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.